პროევროპული აქციების დროს დაკავებული ვასილ კაძელაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე თავისუფლების სანაცვლოდ ტელეკომპანია იმედში მისვლა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. ამის შესახებ კაძელაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. მისივე თქმით, აქციებისას დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაბამისად ვერც ვერაფერს აღიარებენ. ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ერთგულება. გაფასებთ და მიყვარხართ. დაკავებამდე გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ შემომთავაზეს იმედის ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა, თუმცა ვერ გამტეხეს და ციხეში წასასვლელად გავემზადე. ახლა როცა ვითომ პრეზიდენტის შეწყალების საკითხი დადგა, მინდა გითხრათ, 2025-საც ციხეში შევხვდი, 2026-საც ციხეში შევხვდებით, 2027-საც და იმდენ წელს, რამდენიც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ვერაფერს ვაღიარებთ, რაც არ ჩაგვიდენია. გილოცავთ დამდეგს. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და წინსვლის წელი. ვასილ კაძელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კიდევ 7 პირთან, ზვიად ცეცხლაძესთან, ვეფხია კასრაძესთან, ინსაფ ალიევთან, თორნიკე გოშაძესთან, გიორგი გორგაძესთან, ირაკლი მიმინოშვილთან და ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ერთად პატიმრობა 2025 წლის 2 სექტემბერს მიუსაჯა. მოსამართლე მჭედლიშვილმა ცეცხლაძეს, კასრაძესა და კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენებს კი 2 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. 23 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და ამ საქმეებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრებს.